60-ზე მეტი ქვეყნის 1500-ზე მეტი სტუმარი თბილისში დღეს დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო. 24 შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. რეგიონში შექმნილ რთულმა გეოპოლიტიკურ ვითარებამ რა თქმა უნდა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა საქართველოში შენარჩუნებული არის ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული არის ბიზნეს გარემო. როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქების და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე, პროგნოზირებად კანონებს. ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს სანდო სასამართლოს და დამოუკიდებელ მიუკერძო სასამართლოს და სანოტარო სისტემებს. წინასწარი გათვლებით პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასულ წელს საქართველოს შეადგინა 1 მილიარდ 212 მილიონი დოლარი. რა ხდება ამ წუთებში EBRD-ის შეხვედრაზე? ანა წერეთელი გაგვაცნობს დეტალებს. ანა, გისმენთ. დიახ, რამდენიმე წუთი არის, რაც რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს EBRD-ის 24 ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც როგორც უკვე ცნობილია მონაწილეობს 60-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი. მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს უკვე მიმართეს სიტყვით EBRD-ის პრეზიდენტმა და ასევე მასპინძელი ქვეყნიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომლებიც თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას და ისინი საუბრობენ EBRD-ის დღევანდელი შეხვედრის როგორც უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებაზე საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით. ჩვენ რაც გვაქვს სათქმელი ჩვენი ინვესტორების უნდა უთხრათ ყველაფერი, არსებობს გამოწვევები რეგიონში, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს გახდეს მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტორებისათვის. იქნება საუბარი იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ბანკს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ იქნება ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები. დღესვე გაიმართება მმართველთა საბჭო, ეს არის ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს EBRD-ს და სწორედ მისი ყოველწლიური შეხვედრაა დღეს თბილისში. საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, განიხილავს სტრატეგიას მომავალი საქმიანობის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩეული იქნება საბჭოს ახალი თავმჯდომარე და მოადგილეები. ის ფორუმი, რომელიც დღეს დაიწყო და დღეს და ხვალ გაიმართება, თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღალ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ახალ შესაძლებლობას გააჩენს ქვეყნისათვის. ჯანდაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებით აქტუალური არის, იმიტომ რომ ჯანდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი ითვალისწინებს კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელების ამოქმედებას, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტური არის ჯანდაცვაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რადგანაც პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვაში და ეკონომიკის განვითარებაში. მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს უფრო და უფრო ხშირად იქნება ცენტრი ასეთი აქტივობების და ყურადღება, რომელიც დღეს მიყრობილია ევროპიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართ. აისახება ზუსტად გარდაიქმნება კონკრეტულ პროექტებში. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეთა მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს უცხოეთის დელეგაციები, რომლებიც უკვე სამი დღე რაც იმყოფებიან თბილისში და როგორც ისინი აცხადებენ, თავად ის ფაქტი, რომ EBRD მიიღო გადაწყვეტილება 24 შეხვედრა გაემართა სწორედ თბილისში, მიუთითებს იმ სიგნალზე, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი აგზავნის ინვესტორებისთვის, როგორც უკვე ცნობილია, EBRD მიმდინარე წელს საქართველოში განახორციელებს ყველაზე მეტ ინვესტიციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
მტოვანებულები ვართ. ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის დიდი ხნის განმავლობაში და დიდი მოლოდინით ვემზადებოდით. ძალიან კარგი დასწრება გვაქვს. ჩამოსულია უამრავი სტუმარი, რომლებსაც საქართველოს ვაცნობთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი მოხიბლული დარჩებიან საქართველოში. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მათ ხელსაყრელ ბიზნეს შესაძლებლობებსა და ინვესტიციებს შევთავაზებთ. EBRD ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია. ის ფაქტი, რომ ყოველწლიური შეხვედრა კავკასიაში იმართება, ძალიან კარგია საქართველოსთვის. შეერთებული შტატებიდან აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციაა ჩამოსული. ისინი მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობენ. EBRD ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მათ შეიმუშავეს კრიზისის დაძლევის პროგრამა. ისინი ჩვენი ეკონომიკის უმსხვილესი კრედიტორები არიან. მათი მხარდაჭერა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საქართველოს, ის უკრაინის შესანიშნავი პარტნიორია. მოვასწარი და ფინანსთა მინისტრთან ხანმოკლე შეხვედრაც მქონდა. დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ბიზნესის წარმომადგენლები, როგორც ცნობილი არის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება არის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იმ საინვესტიციო საბჭოში, რომელიც EBRD-ის ეგიდით საქართველოში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ესეთი ტიპის შეხვედრები აძლევს საშუალებას ქვეყანას გამოუორინოს თავის საინვესტიციო პოტენციალი, ხელი შეუწყოს ბიზნეს შეხვედრების უფრო მეტად ჩამოყალიბებას და არის კარგი შესაძლებლობა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოგზაურობის თვალსაზრისით. ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იმიტომ რომ საქართველოს მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ჩამოვიდნენ საინვესტიციო ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ მათ უმეტესობას შეხვედრილიყავით და გვესაუბრა პოტენციურ დაფინანსების წყაროებზე. ეს ყველა მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ამგვარი ინტერესის გაღვივება ქვეყნის მიმართვით ყოველთვის დამატებით დაფინანსების წყაროებზე საუბრობს. როგორც უკვე გითხარით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში EBRD-ის პრეზიდენტმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიმართეს შეხვედრის მონაწილეებს. ამის შემდეგ უკვე ცოტა ხანში EBRD-ის ხელმძღვანელები გადაინაცვლებენ EBRD-ის მართველი ჯგუფის პლენარულ სესიაზე. დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილი არის უკვე მასპინძელი ქვეყნის სახელით გაფართოებული ბიზნეს ფორუმი, სადაც მოხდება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია. მადლობთ ანა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.